პრეზიდენტი ნიკოლას მადურო ცოლთან ერთად იქნა დაკავებული და თვითმფრინავით გაყვანილია ქვეყნიდან, წერს ტრამპი. ვენესუელაში მიმდინარე პროცესების ფონზე ვფიქრობ საინტერესო იქნება მოკლე ექსკურსი და იმის ნახვა თუ როგორ გამოიყურება ეს ქვეყანა რიცხვებში. ვენესუელა, ოფიციალურად ვენესუელას ბოლივარული რესპუბლიკა. მდებარეობს სამხრეთ ამერიკის ჩრდილოეთ სანაპიროზე. შედგება კონტინენტური ხმელეთისა და კარიბის ზღვაში მდებარე მრავალი დიდი და პატარა კუნძულისაგან. ფართობით 916,445 კვადრატული კილომეტრი, აქედან ხმელეთის ფართობით დაახლოებით 882,000 კვადრატული კილომეტრი, ფართობით მსოფლიოს 33 უდიდესი ქვეყანა. ვენესუელაში მდებარეობს ჩანჩქერი ანხელი, რომელიც მსოფლიოში ყველაზე მაღალი უწყვეტი ჩანჩქერია 979 მეტრის სიმაღლით და 87 მეტრის ჩაღრმავებით. ჩანჩქერი რიო კორეპას განშტოების გასწვრივ მდებარეობს, რომელიც მდინარე ჩურუნში ჩაედინება, რომელიც თავისუფლად კარაოს მდინარის შენაკადია. ვენესუელა შედგება 23 შტატის, დედაქალაქის ოლქისა და ვენესუელას სანაპირო კუნძულებზე განლაგებული ფედერალური დაქვემდებარებული ტერიტორიებისაგან. ქვეყნის დედაქალაქი და უდიდესი ურბანული აგლომერაციაა კარაკასი. სახელმწიფო ენა ესპანური, თუმცა ვენესუელას კონსტიტუცია აღიარებს რამდენიმე ათეულ ადგილობრივ სალაპარაკო ენას. სამკუთხედის ფორმის ვენესუელას ჩრდილოეთით 2800 კილომეტრი სიგრძის სანაპირო ზოლი აქვს, რომელიც კარიბის ზღვის აუზში მრავალ კუნძულს მოიცავს. მოსახლეობა 2022 წლის მონაცემებით 29 მილიონია, თუმცა ვენესუელელი ტოლვილების კრიზისით ცნობილი მოვლენებისას 2025 წლის მაისისათვის ქვეყანა თითქმის 8 მილიონმა ადამიანმა დატოვა. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი იძულებითი მიგრაცია თანამედროვე მსოფლიოს ისტორიაში. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემების თანახმად ვენესუელას მთლიანი შიდა პროდუქტი შეადგენს დაახლოებით 82,8 მილიარდ ამერიკულ დოლარს. გაეროს მონაცემებით ვენესუელელების თითქმის 82% სიღარიბეში ცხოვრობს, 53% კი უკიდურეს სიღარიბეში ვერ ახერხებს ძირითადი საკვები პროდუქტების შეძენასაც კი. წლების განმავლობაში ამერიკის შეერთებული შტატების სანქციები და ვენესუელური აქტივების საზღვარგარეთ ჩამორთმევა ქვეყანას დაახლოებით 30 მილიარდი დოლარი დაუჯდა. მრავალფეროვნების თვალსაზრისით ვენესუელა პლანეტის 10 მრავალფეროვან ქვეყანას შორისაა, თუმცა ეკონომიკური და პოლიტიკური ფაქტორების გამო ტყეების გაჩეხვის მხრივ ერთ-ერთი ლიდერია. ტყეს ვენესუელას ფართობის დაახლოებით 52% უკავია. მაშინ როცა 2023 წლამდე 54,8% იყო. თუმცა არსებული მოცულობაც კი ბევრად მაღალია მსოფლიოს საშუალოზე, რომელიც დაახლოებით 31% შეადგენს. ყოველწლიურად დაახლოებით 287,600 ჰექტარი ტყე სამუდამოდ ნადგურდება, ხოლო სხვა ტერიტორიები დეგრადირდება ნავთობის მოპოვებისა და ხე-ტყის გაჩეხვის გამო. 1990-დან 2005 წლამდე ვენესუელამ ოფიციალურად დაკარგა ტყის საფარის 8,3%, რაც დაახლოებით 4,3 მილიონ ჰექტარს შეადგენს. ვენესუელაში მარაკაიბოს ტბის მიდამოებში არსებობს უნიკალური ბუნებრივი ფენომენი კატატუმბოს ელვა. ელვა შეიძლება ღამეში 10 საათამდე გაგრძელდეს და წელიწადში საშუალოდ 260 ღამე დაფიქსირდეს. იგი იმდენად კაშკაშაა, რომ ძველად მეზღვაურები მას ნავიგაციისთვის იყენებდნენ. ეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ელვის ზონაა. და ბოლოს, ვენესუელას მსოფლიოში ნავთობის უდიდესი რეზერვები და ბუნებრივი აირის მერვე უდიდესი რეზერვი აქვს. 2010 წელს ნედლი ნავთობის რეზერვების დამატებით 40%-ის დადასტურებით ვენესუელამ საუდის არაბეთს გადაასწრო და ამ ტიპის ყველაზე დიდი რეზერვის მქონე ქვეყანა გახდა. ვენესუელას ნავთობის ძირითადი საბადოები მდებარეობს მარაკაიბოს ტბის გარშემო და მის ქვეშ, ვენესუელას ყურეში და ორინოკოს მდინარის აუზში. ჩვეულებრივი ნავთობის რეზერვების გარდა ვენესუელას აქვს ეგრეთ წოდებული არატრადიციული ნავთობის საბადოები, მძიმე ნედლი ნავთობის, ბიტუმის და ფისის სახით, რაც დაახლოებით უტოლდება ჩვეულებრივი ნავთობის მსოფლიო რეზერვებს. მოკლედ, ვენესუელა არის ქვეყანა, სადაც რესურსების სიმდიდრე და სოციალური სიღარიბე ერთმანეთს ეჯახება. ადგილი, სადაც ციფრები ბევრად უფრო ხმამაღლა ლაპარაკობენ, ვიდრე პოლიტიკური განცხადებები.